გამარჯობათ. 3 საათია კვირა დღეა, როგორც ყოველთვის 3 საათზე ჩვენ გვაქვს გადაცემა მართლმადიდებლობის შესახებ, თქვენ უსმენთ მედია კავშირის ობიექტივს, რომელიც მაუწყებლობს რადიო ტალღაზე FM 105 და 0. მე ვარ დავით თარხანმოურავი, ჩემი სტუმარია მამა ლონგინოზი, ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დიაკვანი. გამარჯობათ მამა. მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ თემას, რომელიც წინა გადაცემაში დავიწყეთ. ეს თემა არის ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის განკაცების თემა, ანუ იესო ქრისტეს ხორცშესხმის თემა. და მე მინდა რომ გავაგრძელოთ ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ გავჩერდით. წინა გადაცემაში, მოკლედ კიდევ ერთხელ ვთქვათ, წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ადამის დაცემისას ის ასე ვთქვათ დაავადდა ეგრეთ წოდებული პირველყოფილი ცოდვით. კიდევ ერთხელ ავხსნათ რა არის პირველყოფილი ცოდვა, მოკლედ რომ მერე გავაგრძელოთ თემა. დიახ, ანუ რაც უკავშირდება პირველყოფილი ცოდვას და სწორედ რასაც უკავშირდება აუცილებლობა მაცხოვრის განკაცებისა. ანუ რას ნიშნავდა ეს პირველყოფილი ცოდვა? ჩვენ ვიცით, რომ ანუ როდესაც ადამი უკვე არღვია ღვთისაგან მოცემული ცნება, რომ მას ერთ-ერთი ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამა, რომელსაც ეწოდებოდა კეთილის ცნობათისა, კეთილისა და ბოროტისა, ხოლო მან დაარღვიეს ცნება და რა იყო, ანუ ღმერთმა რა უთხრა, რა დაემართებოდა ადამიანს, რომ ის სიკვდილით მოკვდებოდა. აი ეს ახასგასასმელი აქ თავარი, რომ და ამ სიკვდილში რა იგულისხმება, არა თუ ის არის ხორცილად მოკვდავი გახდებოდა ადამიანი, გარკვეული წლების შემდეგ თოეთის დაბერდებოდა და ასე აღესრულებოდა. არამედ მის სულზე არის ის სული, ასე თქვათ, მისი სული დაკარგავდა ღმერთის ნათელთან ახლოს ყოფნას და ასე თქვათ მადლს, რაც ასე თქვათ დაციკებოდა ადამიანის სული თავდაპირველად უფლის მომადლისაგან. ანუ ეს არხი გადაიკეტა. და რას ნიშნავდა ეს? ანუ როდესაც უკვე ძველი აღთქმის პერიოდის ადამიანები, როდესაც გარდაიცვლებოდნენ, მიეღოდათ იმის ისინი თქვა წმინდა ცხოვრობდნენ თუ მართლები იყვნენ, ყველა მათგანი მიდიოდა ჯოჯოხეთში. ანუ სამოთხის კარი დაიკეტა, სწორედ ამას ნიშნავდა სიკვდილით მოკვდომა, რომ ანუ ისინი ასე თქვათ ყველანაირი კავშირი უფალთან გაწყდა. როდესაც საუბრობთ ყველანაირი კავშირი უფალთან გაწყდა, ჩვენ აქვე უნდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ეს არ ნიშნავს არანაირად იმას, რომ ღმერთმა ასე თქვათ ხელი დაიბანა ადამიანზე და ამით გაწყდა უკვე ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა. ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა გრძელდებოდა და ეს გამოიხატება სწორედ იმ პირველ ასე თქვათ ღვთისმსახურებაში, რომელსაც ეწოდება სხვებს შეწირვები თავდაპირველად და სწორედ კაინისა და აბელის სხვებს შეწირვა გახსოვს ჩვენა. შემდეგ როდესაც ეს კიდევ უფრო დაიხვეწა და უკვე უშუალოდ მოსეს, როდესაც ღმერთმა სინასთლაზე უჩვენა თუ როგორი ტაძარი უნდა აიგოთ, იმ ტაძარში როგორი მსახურება უნდა შესრულებულიყო და სწორედ შეიძლება ითქვას მაშინ მოხდა პირველი ასე თქვათ ხელდასმა სამუდელო იერარქიისა, როდესაც თავისი ძმა. რეზუმე გავაკეთოთ ამის, ანუ ჩვენ ვამბობთ პირველყოფილი ცოდვა არის შემდეგი რამ. ადამიანის სული და სხეული მოკვდა. რას ნიშნავს მოკვდა სული და მოკვდა სხეული? ნიშნავს იმას, რომ ადამიანს გახდა ცოდვის მონა. ანუ მანამდე, დაცემამდე ადამიანი არ იყო ცოდვის მონა. დაცემის მერე ადამიანი გახდა ცოდვის მონა. რას ნიშნავს ცოდვის მონა? ვნებათა მონა. იგივე ეშმაკის მონა, ეს სინონიმი ტერმინებია. ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აღარ შეუძლია ვთქვათ იყოს თავმდაბალი, თავისით, არ ძალუცეს. ის მაგალითად გახდა ამპარტავანი. ადამიანს შეუძლია ებრძოლოს ამ ამპარტავნებას, მაგრამ თუ არ ეზიარა თავისით ამას ვერ ძლებს. ადამიანი გახდა შურიანი. მას არ შეუძლია რომ ებრძოლოს ამ შურს, მაგრამ თავისით შურისგან ვერ თავისუფლდება. ამაშია მონობა. ანუ ამპარტავნების მონა, შურის მონა, არა გულმოწყალების მონა, მტრობის მონა და არა სიყვარულის მონა. და მათ შორის ხორციელი ვნებების მონაც არის, როგორიც არის მრუშობა, როგორიც არის ნაყროვანება, გემოთმოყვარეობა და სხვა. მემთვრალეობა, ასევე ცილის წამებლობის, ანუ სხვას რო ცილის წამოს, ამ სურვილის მონა. აი ამაზეა საუბარი, ანუ პირველყოფილი ცოდვა, რომელიც დაეუფლა ადამიანს, მდგომარეობს სწორედ ამაში. ის გახდა ყველა აი ამ ვნებათა მონა. და რაც თავარია, ის გახდა ამ ვნებათა მონა არა მხოლოდ თვითონ და ვთქვათ მხოლოდ ევა, არამედ ეს გენეტიკური ცოდვა იქცა. მისი შვილები, შვილიშვილები და ყველა სხვა შთამომავალი ჩვენის ჩათვლით იბადება სწორედ ამ
წოდვების მონა. ანუ რატო მისი ბუნება გახდა დაზიანებული და ცხადია დაზიანებული ბუნების მქონე ადამიანის თამოლობაც ასევე დაზიანებული ბუნების ებადებოდა და სწორედ რა იყო აქ საქმე რომ უნდა დაბადებულიყო ისეთი ადამიანი რომლის ბუნებას გავსი რაღაც და იქ დაზიანებული ნელ-ნელა ჩვენ საუბარს ჯერ მინდა რომ კარგად ჩვენ მოსმენელმა ეს გაიგოს აი ეს შეიცვალა ყოველი ჩვენთაგანი რო იბადება იმ წამიდან არის უკვე მონახველა ეგრეთ წოდვისა რა ჩვენ თქვით ის არის მონა ეგრეთ წოდებული ხორციელი და სულიერი წოდვები დაბადებიდან ადამიანი არის დაბადებისთანავე ადამიანი სულიერი და ხორციელი წოდვების მონა ეს ერთი პრობლემა და ამას ქვია პირველყოფილი წოდვა რომელიც გადაეცემა გენეტიკურად და ანუ რაც თავარი კიდევ ჩვენ მოსმენელმა რო იცოდეს რომ მადლია საჭირო სწორედ აი ამ ნებების აი ასე თქვათ დათხოვასაც გქონდა და ანუ ეს მადლი ასე თქვათ აღარ ქონდა ადამიანს აიმისოთ რათა ეს ბუნებები დაეძლია თავის თავში და ის სრულყოფილებისათვის მიაღწია ესაც თქვა გამხდობა რასაც ჩვენ ყოველ გადაცემაში ვახსენებთ ჩვენ ხო წინა გადაცემაში აღვნიშნეთ უმნიშვნელოვანესი რამ რომ რატომ არ იყო მანამდე ადამი მონა და ევა ამ ცოდვის იმიტომ რომ ადამი და ევა სულიწმინდას ღებულობდნენ სულიწმინდის მადლს ღებულობდნენ ეს იყო სწორედ ის ხე სიცოცხლისა ის ხე ქრისტე ის მათ ამას ღებულობდნენ და მათ მეორე ხისგან შეჭამეს რაც მათ უარი თქვეს ამ სულიწმინდაზე და დაკარგეს აი ეს მადლი ხო ეხლა ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ რომ გარდა უბრალოდ რომ განგვემართა საზოგადოებისთვის რომ გარდა პირველყოფილი წოდვის არსებობს საგვარეულო წოდვები არსებობს პიროვნული წოდვები იქნება ორიოდე სიტყვით ამაზე ვთქვათ რომ უბრალოდ ხალხმა გაიგოს რას ნიშნავს ეს ძალიან საინტერესო თემა რაც შეეხება თქვა პირველშობილ წოდვაში და შემდეგ ასე თქვა საგვარეულო წოდვას ასევე პიროვნულ წოდვებს ეხლა ეს აქ უნდა პატარა ხაზი გაისვას იმასაც რომ რასაც ქვია პირველშობილი წოდვა და პიროვნული წოდვები ეს ისეთი წოდვებია რომელზეც ადამიანი ასე თქვა თლიანად აგებს პასუხს აი ამ წოდვების გამო ღმერთის წინაშე აი რაც შეეხება უკვე საგვარეულო წოდვებს ეს ისეთი წოდვებია რომლის გამოც ადამიანი თქვა გარდაცვალების შემდეგ ღმერთის წინაშე პასუხს არ აგებს ანუ ამაში განსხვავება რა არის წოდვის შედეგზე ანუ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ მესამეdes გასაგებად ვისაუბრო ამ თემაზე რომ პიროვნული თქვა პირველშობილი წოდვა რა არის ის რაც ადამიანისაგან მოგდეს რა მეთქვით მაშინ მოდი ესე გავყვეთ პირველშობილი წოდვა ავხსენეთ ეხლა მოდი ჯერ პიროვნული ავხსნათ პიროვნული წოდვა ის ყველა ის წოდვა რასაც მე შემდეგ ასე თქვა ყველა ადამიანი ხო ასე თქვა მის დაუნებურად იბადება ადამიანის წოდვით მაგრამ გარდა ამისა პიროვნული წოდვები არის წოდვები რაც ადამიანი თქვა თავის ასაკის და მიხედვით ამათ იმ წოდვაში შედის თქვა შეიძლება თავის ცხოვრებაში ოდესმე ან მემთვრალეობს ან იპარავს ან ქურდობს ან მუშაობს ასე შემდეგ პიროვნული წოდვა ბუნებრივად გამომდინარეობს იმ პირველყოფილი წოდვისგან რა თქმა უნდა რა ხანხა წოდვის მონა იდენ ამ წოდვებს მაგრამ როცა შენ რო დაიბადებ თქვა წოდვის მონად ეს იგივე ხო არა რომ კაცი მოკალე აი კაცი რომ მოკალე ეს უკვე პიროვნული წოდვა დაგედო ასე ვთქვა ხო და პიროვნულ წოდვებზე ადამიანი სიკვდილის მერე აგებს პასუხს რა თქმა უნდა რაც მან ჩაედინა აი კაცი მოკლა თუ მან ცილის წამა ვიღაცას თუ იმრუშა თუ მემთვრალეობა ქონდა თუ გემოთმოყვარეობა მემთვრალეობა და გემოთმოყვარეობა სამწუხაროდ საქართველოსთვის კიდე განსაკუთრებულიც არის ხო ეს ასევე ბატონო დავით აქ კიდე მინდა ისიც გავმარტო რომ აი ზოგს გონია რომ ეს არის ბუნებითი ასე თქვა თვისება წოდვაში ჩადენისა ადამიანისათვის ეს რა თქმა უნდა წინამამები ამას სხვადასხვა ხას უსვამენ და მსგავსი ტერმინოლოგიით ამის განსაზღვრება რომ ესათვის წოდვა არის ადამიანის ბუნების ნაწილი ეს არასწორი გამოთქმა და რატო ანუ ეს არ არის ბუნებითი თვისება ადამიანისათვის წოდვის ჩადენა მიუხედავად იმისა რომ ის მედრეკელია წოდებისაკე და რატო ღმერთმა ყველაფერი თავისი ბუნებით შექმნა კეთილი და იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის არის ღვთის ქმნილება და არა თუ უბრალოდ ქმნილება ან ქმნილებათა შორის ყველაზე ასე თქვა უხეშად რო თქვა დელიცავ თქვი უნივერსალური ქმნილება თავის ხატად მსგავსად მოწოდებული ადამიანი ყველა წარმოუდგენელია მასში რამე უკეთური ელემენტი არსებულიყო თავიდან ანუ ადამი თავის ნებით დაეცა თავისი ნებით შეიცინეს დაზიანებული ბუნებაც და პიროვნული წოდების თავისი ნებით იდენს ადამიანს და ამით ანუ ისე თქმა მინდა რომ პიროვნული თვისებებია თქვა ადამიანს მოშივა და ოცლოთ უნდა ჭამოს თქვა წყალი მოწყურდება და ოცლოთ უნდა დალიოს წინა შემთხვევაში ის თქვა შეიძლება მოკვდეს და სწორედ ამის გამო რა ადამიანი თქვა საჭმლის ჭამის გამო ან ძილის გამო ან წყლის დალიოს გამო პასუხს არ აგებს ღმერთის წინაშე და ცოდოთ თუ ეს არის ჩვენი ბუნებითი ნაწილი რას ნიშნავს ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა უნდა ვცოდოთ მაშინ ღმერთი უსამართლო ყოფილა ანუ პასუხს წყალი უნდა დავლიოთ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აქ ზომიერება იქაც საჭიროა მაგრამ რას ანუ ბუნებრივი თვისება რაც აუცილებლობიდან გამომდინარე ადამიანმა გააკეთოს
ცოდვა ეს არ არის ბუნებით აუცილებლობით გამოწვეული. სწორედ ამის გამოა რომ ყოველ ცოდვას ადამიანი აგებს პასუხს. აი ეს სხვაობაც არის ამ შანსში. ისიც სხვა არის რომ ადამიანი უკვე ისე თქვა შეეხორცებს ამათ იმ ცოდვას ისე შეიძლება ბუნებაში რომ მართლა უკვე მას უჭერს გამო აქედან გამოხსნა მაგრამ ეს თავისი ნებით ეფლობა და არის გამო რომ ეს მისი ბუნების ასე თქვა რაღაც თვისება. ესე იგი ჩვენ მნიშვნელოვანი რამ თქვით რომ პიროვნულ ცოდვას ადამიანი ჩადის რითი განსხვავდება პიროვნული ცოდვა პირველშობილი პირველყოფილი ცოდვისგან. პირველშობილი ცოდვა გადაეცემა გენეტიკურად. პიროვნული ცოდვა გენეტიკურად არ გადაეცემა. ანუ შენ რომ კაცი მოკალე არ ნიშნავს რომ შენი შვილის მკვლელი იქნება. ეს არ არის გენეტიკური გადაცემა არ ხდება გენეტიკურად. ანუ ამიტომ პიროვნული იმიტომ რომ შენი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ცოდვებია. თუმცა ამ ცოდვებისთვის შენ აუცილებლად სიკვდილის მერე ღვთის წინაშე პასუხს აგებ. კი რა თქმა უნდა. ახლა მესამე ტიპის ცოდვა, რომელსაც ქვია საგვარეულო ცოდვა და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რითი განსხვავდება. ბაბუა ჩემმა კაცი თუ მოკლა, მე რომ მოვკვდები, ღმერთი მე პასუხს არ მომთხოვს, ბაბუა შენმა კაცი რატო მოკლავ. აი ეს თქვით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ და გვესმოდეს, რომ საგვარეულო ცოდვა კი არსებობს, მაგრამ მე სიკვდილის მერე ბაბუა ჩემის ან ბაბუა ჩემის ბაბოის ან რომელიღაც ჩემი წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო პასუხს არ ვაგებ, მაგრამ მისი ცოდვების გამო ჩემ ცხოვრებაში შეიძლება შედეგი გადადის, შემექნა სირთულეები, ანუ შედეგია აქ. როგორც აი ადამიანის სოდი დაცემამ შედეგი რა გამოყო, გენეტიკურად ყველა ადამიანი ასე თქვა ადამიანის მატარებელია. იგივე ბატონო დავით ეს არის მოგთან ესეთი სწავლება რომ რა თქმა უნდა თქვა ჩემი წინაპრის თქვა მრუშობაზე, კაცის სკოლაზე, ქურდობაზე პასუხი არ მომეთხოვება, მაგრამ თუ ჩემ წინაპრებში ეს უკვე ვნებად იყო ქცეული ვიღაცაში თქვა მრუშობა, ვიღაცაში ქურდობა, ვიღაცაში ავაზაკობა, ამის მიდრეკილება არის მომთან ესე რომ მის თავმოყრობაში უფრო მეტად ცლავრობს აი ეს ცოდვები. თუმცა რა თქმა უნდა მე შემიძლია მასგან თავი შევიკავო, მაგრამ თქვა ვიღაცა ძამნებებში იყო ჩაფრული ხომ მის თავმოყრობაში ეს გენეტიკურად ეს გადადის და საგვარეულო ცოდვა ამას ნიშნავს ერთის მხრივ რომ ცოდვა მძლავრობს მის თავმოყრობაში, ანუ მიდრეკილება იმ ცოდვის მიმართ რითაც ის გადაცებული იყო მისი წინაპარი და მეორეს მხრივ გარეგნული შედეგები გადადის ჩვენ ადრეს ვთქვით რომ აი იგივე თქვა ნარკომანს რომ ავადმყოფი ბავშვი ვიბადება ხო რაღაც დეფექტიანი ან შეიძლება ავადმყოფი ბავშვი კვლელი რომელიც თავისი ფსიქიური მდგომარეობით ვერ არის ჯანზე შვილს ზრდის ფსიქოპატს და იმ ბავშვს ჩამოთრა უამრავი შეიძლება ექნება უამრავი პრობლემები და სხვათა შორის ამ აღზრდის გამო მე იმ ბავშვმა შეიძლება სხვადასხვა ტიპის რა თქმა უნდა ცოდვები ჩაიდინოს რა თქმა უნდა ანუ აქ საუბარია სწორედ იმაზე რომ აი ეს საგვარეულო ცოდვაც არის გარკვეულად ტრაგედია დიდი რომელმაც შეიძლება კაცის ცხოვრება ან არის თქვა ხა კომუნისტების რეჟიმის დროს აი ბევრი ყოფილა თქვა ჩემი მეგობარი რაღაც რომელის პაპასაც ან იმის პაპის მამას თქვა ტაძარი დაუნგრევია რაღაცა და ეს კისერზე აწევთ და ოჯახში რაღაც წარუმატებლობები აქვს რა თქმა უნდა ესე დროს ხდება არის ეკლესიაში ტრადიცია რომ მიდის ოჯახი მღვდელთან ან ეპისკოპოსთან ამას ინანიებს ის შენდობის ლოცვას უკითხავს ანუ ახლა ჩვენ ვდებარე გზას გზა ნათლობისას ხდება ყველა ცოდვის პატიება და შემდეგ სინანული, აღსარება და ზიარება ცხადია. საიდუმლოთაგანი და აღსარებას ასევე მინდა ვთქვა რომ მეორე ნათლობასაც უწოდებენ საერთოდ ეკლესიაში ამის მეორე სახე. ანუ ჩვენ ვეუბნებით უნივერსალურ გზას საზოგადოებას მოინათლე, აღსარება თქვი მოინანიე, რაც თავარია, აღსარება უნდა იყოს სინანულით და არა უბრალოდ ფაქტების დასახელება. მოინანიე, დაიტირე ცოდვა, ეზიარე და ეს არის ხსნა, ხო? კარგი, ესე იგი ჩვენ აი ეს სამი ტიპის ცოდვა განვმარტეთ. განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც პირველყოფილი, იგივე პირველშობილი ცოდვა, რომელიც გენეტიკურად გადადის, რომელიც ჩვენ ქმნის მოკვდავებად. აი ახლა აქ ჩვენ მივდივართ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებამდე, რომელიც უნდა განვმარტოთ საზოგადოებას და რაზეც ჩვენ ადრე არ გვესაუბრეთ. კითხვა ასეთი იბადება, თუ ადამიანი არის მონა დაბადებიდან, ყველა ვნების. შეუძლია ამ ადამიანს თვითონ რატომ განკაცდა ქრისტე იქითკენ მიყვავს ჩვენ საუბარი ჯერ გავიხსენოთ პერიოდი რომ ქრისტე არაა განკაცებული ავიღოთ თუნდაც აბრაამის პერიოდი მოსეს პერიოდი დავითის სოლომონ ნოეს პერიოდი ანუ ადამიანი იბადება ცოდვის მონად რა ქნას როგორ შეუძლია მას რომ დაამარცხოს ცოდვა დიახ ეს ძალიან საინტერესო თემაა და შეიძლება თქო თელი ძველი ახთმის ისტორია სწორედ აი ამის ახსნას ემსახურება და
აი მოლოდინს და იმის გამართლებას, რომ ქრისტეს განკაცება იყო აუცილებელი. როდესაც ადამიანი დაეცა და ასე ვთქვათ, მისი ბუნება გახდა ცოდი დაზიანებული და აქედან გამომდინარე მოკვდავი, ჩვენ ვთქვით, რომ ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის ის ძირითადი არხი გადაიკეტა, რითაც ადამიანი ასე ვთქვათ უფლის მადლს აძლევდა და აქედან ცხონების ცხონება რაში გამოხატებოდა ადამიანის გამოხტობა. ანუ ეს არხი გადაიკეტა იმ სრულყოფილების არისთვისაც ადამიანს უნდა მიეღწია. და აქედან გამომდინარე ადამიანს უკვე თავისი ძალით აღარ შეძლო, ანუ ის უფლის მადლის გარეშე ამას ვეღარ შეძლებდა და ცხადია თუ კი ის მადლი აღარ მოდიოდა ადამიანზე, იმ მადლის მოხვეჭა, ის ვერასდროს რამდენი საუკუნეც არ უნდა გასულიყო, ვერ მოხერხდებოდა აი ამისგან გათავისუფლება. ამიტომ ადამიანთა შორის იყო საჭირო ისევ ადამიანი. აქამდე მივალ ძალიან ნელა ჩვენ რას ვამბობთ? ადამიანმა დაეცა, ანუ უარი თქვა სულიწმინდაზე. თუ სულიწმინდაზე უარი თქვა, ცოდვას ვერ მოერევა, ხო თვითონ? ახლა მეორე კითხვა იბადება. კი, მაგრამ აი ავიღოთ თქვათ მოსე წინასწარმეტყველი, რომელზედაც წინასწარმეტყველებზე სულიწმინდა პირდაპირ გადმოდიოდა და მათი პირით მეტყველებდა, ხო? მათი პირით საუბრობდა, სხვა შორის ვინც არის ის აი წამსის ეს სიტყვები და სულიწმინდა უფალი და ცხოველი მყოფელი, ну ჩვენ ეს ბევრჯერ გაგვიმარტია, ცხოველი მყოფელი, რომ ის გვაცოცხლებს, ხო? რომელი მამისგან გამოვალს, მამისთან და თანადაძისთან იდით თაყვანის ცემების და იდიდების და მერე ამ თავარი რომელი იტყო და წინასწარმეტყველთა მიერ. ბევრმა შეიძლება ვერ ხვდება რას ნიშნავს ეს სიტყვები, სწორედ იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდა მოსე ლაპარაკობდა სულიწმინდის ძალით. მისი ძალით საუბრობდნენ წინასწარმეტყველთა. აი მოსე. მასზე ხო გარდმოდიოდა სულიწმინდა. განა არ შეიძლებოდა აი სულიწმინდის მუდმივი გადმოსვლის შედეგად მოსე ხო აი ესე განხთობილი იყო. კი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო კითხვა, ძალიან ვერსებოდება, რომ არსებობდა ესეთი დიდი ადამიანები, თქვათ აბრაამი, ისააკი, იაკობი, მოსე და მას შემდგომი წინასწარმეტყველები. თუ კი მათზე ამხელა სულიწმინდის მადლი იყო, მაშინ რაღაც იყო საჭირო ისინი ცხონება დაემკვიდრათ. აქ რა არის ხაზგასასმელი, არის ეკლესიური შესწავლება, რომ სულიწმინდის მადლის გამოვლენა არის სხვადასხვა. არის მაცხონებელი მადლის სულ სხვა რამე, რომელსაც ადამიანი თავის ცხოვრების წესით, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესით იხვეჭს. მაგრამ არის სულიწმინდის გამოვლენა ისეთი, რომ ადამიანი მიუხედავად ადამიანის თქვათ ღირსეული ცხოვრებისა თუ უღირსი ცხოვრებისა, მაინც მოქმედებს სულიწმინდა მასზე. ხლა რა თქმა უნდა აბრაამი და თქვათ მოსე და დანარჩენი წინასწარმეტყველები ისინი ღირსეულად ცხოვრობდნენ, სწორედ ამიტომ გახდნენ ღირსი, რომ ასე თქვათ სულიწმინდა მათი პირით ამოტყებულიყო და მათ ასე თქვათ დიდი საქმეები ეკეთებინათ, მაგრამ ეს არ იყო მათი პიროვნული ღვაწლით მოპოვებული სულიწმინდის მადლი. ეს სხვათა შორის სამღვდელო იერარქია, სამღვდელო ასე თქვათ მადლი როდესაც ხელდასხმას ღებებს. სწორედ იგივე მომენტია, რაც მაშინ ძველ წინასწარმეტყველებს, ანუ ეს არ არის პიროვნული ჩვენი მადლი, როდესაც მღვდელი მღვდლად ეკურთხება. ანუ ეს არის უფლისაგან ბოძებული მადლი, რომლის შემთხვევაში მღვდელი ახლა თქვა ღირსეულად ცხოვრობს, უღირსად ცხოვრობს, სანამ მღვდელი მოქმედებს, ყოველთვის მისი ხელიდან მოწმობებზე გადადის მადლი. აი ფაქტურად ესენი იყო იარაღები, არხი, ის მიერად სულიწმინდა გადადიოდა სხვა ადამიანებს და უფლისნებე უწყებოდა ადამიანებს. უბრალოდ ეს მოსე და ასე ვთქვათ, დანარჩენი წინასწარმეტყველები თავისი ცხოვრების წესით იმ დონეზე ამაღლდნენ, რომ ღმერთმა გახადა ღირსი ესენი, რათა მათი მეშვეობით, ასე ვთქვათ, უფალს სხვა ადამიანებთან ესაუბრა და თავისი ნება ეუწყებინა. მე აქ მეორე პასუხის ვთქვათ, სულიწმინდა გარდმოვიდა მოსე წინასწარმეტყველზე და მოსე ძლია ვნებებს და ცოდვებს, ხო? მოსემ კი ძლია ვნებებს და ცოდვებს, მაგრამ მოსეს ხო როცა ის მან უკვე ძლია ვნებებს, აი აქ არის ძალიან ესეთი მომენტი. ამით ხო ჯერ კაცობრიობას არ ეშველა, რომ მოსემ საქმე რა შეეხო, უყურე? თელი კაცობრიობის გენეტიკა უნდა შემწყდეს. ხო, გენეტიკა უნდა შეიცვალოს. აქ რა შეა პრობლემა? დაუშვათ მოსემ სულიწმინდა იმდენი გარდმოვიდა მოსეზე, რომ მან ვნებებს აჯობა. კი. და ვთქვათ, მოსე გამოსწორდა. მაგრამ მოსეს ხომ შვილი არ ყავს. საქმე იმაშია, რომ მოსეს შვილები ეყოლა მანამ, სანამ ის გახდა მოსე, ხო, ამ სახურება შეუდგებოდა და სანამ მასზე სულიწმინდა გარდმოვიდა. ეს ერთი მხარეა. აქ არის მეორე მხარე, რომელიცაც უბრალოდ ეს საკითხები ძალიან სკრუპულოზურ გარჩევას მოითხოვს და ამიტომ მე საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანმა სულიწმინდა მიიღო, თუ ის ასე ვთქვათ ცხოვრებაში წმინდანი გახდა, ავიღოთ გნებავთ, აი დღეს მარიამ ეგვიპტელის დღეა, ხო? ასეთი ადამიანი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელმაც ამდენი სულიწმინდა მიიღო და უკვე სიწმინდეს ცხოვრებაში მიაღწია, ის შემდეგ ძალიან აი ვცდილობ სიტყვების შევარჩიო,
ის სექსუალურ კავშირს აღარ ამყარებს ამის ახსნა მინდა ხო ანუ ესეც ვნებასთან დაკავშირებული გარკვეულწილად მე მინდა როგორღაც პირდაპირ გაუხსნა ეს ადამიანებს თეორიულად რომ იყოს დედა წმინდა დედა რომელმაც სიწმინდეს მიაღწია თავისი ცხოვრებით მონაზონი ფაქტურად სიწმინდე მიიღწევა მხოლოდ მონაზნობით მონაზნობა უარყოფს თავის თავად სქესობრივ სექსუალურ ურთიერთობას. ყველაზე მძიმე დასაძლევია ესა და ყველაზე პირველი. ანუ ჩვენ რას ვეუბნებით საზოგადოებას უნდა ესმოდეს ესეთი რამე რომ ძველ აღქმაში თქვათ მოსე რომ გამხდარიყო წმინდანია და რომელიმე წმინდა დედაც რომ გამხდარიყო სული წმინდის მადლი წმინდანი მათი შეუღლება მაინც ვერ მოხდებოდა ანუ მათ შვილი ვერ დაებადებოდათ ამაზეა და რომს დაებადებოდათ ბატონო დავით აქ რაზეა მიუხედავად იმისა შეიძლება მოსამ სრულყოფილებას მიაღწია და პირადი უნებები დაადრგუნა მაგრამ ადამიანის სოდვისაგან არ იყო ის განთავისუფლებული აი ეს ამთავარ ანუ ძველი აღთქმის კაცობრიობა მიუხედავად იმისა რომ თქვა შეიძლება დიდი მადლის დაეგროვა და ამ სიმაღლისთვის მიაღწია მაგრამ იქ თავარი რა იყო საკონცო საკითხი ადამიანის სოდვისაგან აი რაც ასე თქვა კეტავდა არხს ადამიანის თავარი ხო მაგრამ აი აქ თავარი რაზეა ჩვენ სად მიყვავს რომ ბუნების გამოსწორება კი ახლა ეს მე ტყუილა არ ახსენე ამდენი რამე ტყუილა არ ველაპარაკე იმიტომ რომ ჩვენ გადავდივართ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოებასთან ახლა აი ამ კუთხით მინდა უცებ პატარა ნახტომი გავაკეთოთ და მიუდგეთ საკითხს ღვთისმშობელი ავიღოთ ღვთისმშობელი იყო ქალი მანდილოსანი ქალწული სრულიად ნათელი უნდა იყოს ყველასთვის იმიტომ რომ არსებობს თქვა კათოლიკური საკმაოდ სწავლება რომ როდესაც ღვთისმშობელი დაიბადა ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ანუ ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი როგორც ხრები და ის არ იყო უცოდველი დაბადებიდანვე ღვთისმშობელი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ну იცით ჩვენ რომ საზოგადოება მიცოთ აზრად აღიზარდა ღვთისმშობელი სამწლის ასაკში მიიყვანეს აზრში ну ხატი მაინც უნახავს ბევრ ღვთისმშობელს აზრად და იქ ჩანს რომ ძალიან პატარა ასაკისა არის ღვთისმშობელი და ну აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით რომ ღვთისმშობელი აზრად აღიზარდა ფაქტობრივად მთელი თავისი ცხოვრება ну თანამედროვე ენით რო ვთქვათ მონაზნური ცხოვრება მიჰყავდა მას ქალწულებრივი და მონაზნური ცხოვრება მიჰყავდა მას მთელი თავის ცხოვრება ის ლოცვაში და ღვაწლში იყო და რა თქმა უნდა მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში ის ღვთისგან ღმერთს ეხვეწებოდა ევედრებოდა მადლს ცხადია მადლს ევედრებოდა და ცხადია ესე იგი აი გამოითხოვდა ღვთისგან ამ მადლს აქ არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გუშინძი ხარება იყო გუშინძი 7 დღის წინ ხო 3 დღის წინ 7-ში ხარება იყო გუშინ კიდე მეხუთე შაბათი იყო დიდი მარხვის და ეს არის ღვთისმშობლის ქების ანუ აკათისტოს დაუჯდომლის შაბათს ეძახიან მაგრამ მე მინდა ეხარებას დაუბრუნდე რა ხდება აქ მინდა ჯერ ერთ ფრაზაზე გავამახვილო საზოგადოების ყურადღება ანგელოზი გაბრიელ მთავარანგელოზია ლაპარაკი მიდის ღვთისმშობელთან და ეუბნება ფრაზას გიხაროდენ მიმადლებულო აი ეს მინდა რომ განმარტოთ რა სიტყვა მიმადლებულო ამ შემთხვევაში ხომ არ არის უბრალო სიტყვა ის სწორედ იმას აღწერს რომ ფაქტს უკვე ადასტურებს ფაქტს რომ ამ დროს ღვთისმშობელი უკვე მადლი მან მიიღო ანუ ის აი ამ მომენტში წმინდანი უკვე არის დიახ და განწმენდილი იმ დონეზე განწმენდილი აი ის მადლის გამო მან უკვე ძლია ყველა ვნებას მისი განწმენდა მოხდა და ღვთის მადლი მიიღო და განიწმინდა ეს არის პირველი ნაწილი ამ საუბრის რომელშიც ფაქტიურად ანგელოზი აცხადებს კიდევ ერთხელ ადასტურებს კიდევ ერთხელ რომ ღვთისმშობელი არის მიმადლებული ანუ მადლმოსილი და ანუ მან ცოდვებს ძლია ვნებებს ძლია ღვთის მადლით ეს არის პირველი ნაწილი აი ახლა უყურეთ ჩვენ ამ წუთას თქვით რომ ადამიანი მიმადლებული რომ არის იქ უკვე თქო შეუძლებელია ასე ვთქვათ შეუღლება მამაკაცთან და შეუძლებელი არის რაიმე კავშირი სწორედ ამიტომ ხდება ამის მერე რას ეუბნება გაბრიელი ღვთისმშობელს მე ახლა ვთარგმნი ამას ძალიან პოპულარულ ენაზე ფაქტურად გაბრიელი ღვთისმშობელს ეკითხება რომ სული წმინდა შემოვა შენში სული წმინდა და მოხდება ჩასახვა ბავშვის და უკვე გასაგებია ჩვენთვის იქიდან რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ რომ აი ეს ბავშვი
აღარ იქნება მონა ცოდვის. რატო? სოდო მამაკაცოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დედაც მადლმოსილია, ხოლო მამა თავად ღმერთია, თავად სულიწმინდა. აი სწორედ იმიტომ რომ დედა მადლმოსილია, ცოდვებისგან განთავისუფლებული, ცოდვებს ძლია და მამაც აბსოლუტურად ღმერთია და სრულიად ცხადია, ცოდველია, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ბავშვით შესაბამისად იმ პირველ შობილი, პირველ ყოფილი ცოდვისგან თავისუფალი იქნება. აი ამით განსხვავდება ქრისტე დანარჩენი ადამიანები. მას ის პირველ ყოფილი, პირველ შობილი ცოდვა არ აქვს. ანუ ესეთი ადამიანი უნდა დაბადებულიყო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა გენეტიკური ცოდვის. ანუ მონა ეშმაკისა არ იქნებოდა. ეშმაკის მონა არ იქნებოდა. ახლა მესამე ფრაზაც მინდა რომ საზოგადოება მინდა გაიგოს რომ მეორე ფრაზაში გაბრიელი ღვთისმშობელს ფაქტურად კითხვას უსვავს. ის ეუბნება რომ შენში სულიწმინდა შემოვა, შენ გეყოლება აი ესეთი შვილი რომელიც სოფლიოს იხსნის და ფაქტურად ეკითხება თანახმა ხარ თუ არა, იმიტომ რომ ისე კი არაა რომ ღმერთი ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ რამეს აკეთებს, ხო? და ღვთისმშობელის მესამე ნაწილი ის პასუხობს რომ აჰა მე ვარ მონა ღვთისა და ისე იყოს როგორც ღმერთს ცნება იქნება და სწორად ამ დროს მოხდა ჩასახვა, რა თქმა უნდა. და აი ამ მომენტში იწყება ჩასახვა და გაბრიელი შეძრწუნდა, იმიტომ რომ მან დაინახა ეს პროცესი როგორ დაიწყო ჩასახვა მაცხოვრება. აი ახლა ანუ ესე იგი როგორი შვილი დაიბადა, ახლა აი ამაზე ვისაუბრებ და რამე აი ამაზე მინდოდა საუბარი რომ ან უნდა დაბადებულიყო ისეთი ადამიანი რომელიც ამ გენეტიკური პირველ შობილის ოდისაგან იქნებოდა თავისუფალი და ცხადია რადგან ყველა ადამიანი გენეტიკურად იბოდებოდა ასეთი შეუძლებელი იყო თვითონ ჩვეულებრივ ადამიანებს შორის რომელიმე ასეთი დაბადებულიყო და თქვენ სხვადასხვა სახის წეგან კათოლიკური სწავლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ კათოლიკები იმაში ცდებიან რომ აი ღვთისმშობელსაც მიაწერენ ასე თქვა უბიწო ჩასახვას და ანუ აქ რას გამოხატავენ რომ თქოს ღვთისმშობელიც ისე როგორც მაცხვარი ანუ თავისუფალი იყო იმ პირველ ქმნილი ცოდვისაგან ეს ყველა წარმოუდგენელი, იმიტომ ჩვენ თუ დაუშვებთ იმას, რომ ღვთისმშობელი უკვე თვითონ იყო თავისუფალი ადამიანის ოდისაგან, მაშინ სულ აღარ ყოფილა საჭირო მაცხოვრის დაბადება, რადგან ღვთისმშობელი თვითონ ყოფილა კაცობრიობის შემრიგებელი ღმერთთან. ანუ ღვთისმშობელი იყო ადამიანის ცოდის მატარებელი, მაგრამ როგორც ამბობენ, მას პიროვნული ცოდვა არ ქონია, იმდენად წმინდა ცხოვრობდა ღვთისმშობელი, რომ არც ერთ ადამიანს არ უცხორია ესე წმინდად, რომ მას პიროვნული ცოდვა არ ქონდა. სწორედ ამის გამო გახდა ის ღირსი რა გამხდარიყო ღვთის დედა. ეხლა ეს უკვე ძალიან ტერმინია, თქვათ ღვთისმშობლის წოდება, ეს ცალკე დოგმატური სწავლება ღვთისმშობლის შესახებ და მინდა პატარა ასე თქვათ, ანუ რატო დაერქვა მას ღვთისმშობელი. თქვათ აი მე-3 საუკუნეში იყო ესეთი თქვათ სწავლებლობა ერესი, ძირითადად ამას მაშინდელი კონსტანტინოპოლის, დღევანდელი სტამბოლის პატრიარქი ავრცელებდა, რომელსაც ერქვა ნესტორი და ის თვლიდა, რომ ღვთისმშობლისაგან დაიბადა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შემდეგ ღმერთი შეუერთდა ამ ადამიანს და ამ ასე თქვათ შეერთებულმა ღმერთმა განავრთო ის ასე თქვათ ქრისტეს სხეული. ეს ყველა დაუშვებელია და ამიტომაც ღვთისმშობელს ქრისტეს მშობელს უწოდებდა და არა ღვთისმშობელს. და სწორედ უკვე აი მე-3 სოფლიო კრებაზე, რომელსაც ეფესოს კრება ეწოდებოდა, მას დაუპირისპირდა მაშინდელი ერთ-ერთი წმინდა მამა კირილე ალექსანდრიელი და მან დაგმო ნესტორის სწავლებლობა და მაშინ დაადგინეს ღვთისმშობელს ეწოდეს ღვთისმშობელი. თვითონ ტერმინოლოგიურად ღვთისმშობლის წოდება ღვთისმშობლა, რა თქმა უნდა მე-3 სოფლიო კრებიდან მოდის უშუალოდ, მაგრამ მანამდე უკვე ცალკე მამებთან შენ გვხვდება ეს ტერმინოლოგია იგივე ათანას ალექსანდრიელთან თქვათ და კიდე სხვადასხვა მამებთან. და რატო? ანუ ჩასახვისთანავე მოხდა სამართლად ადამიანური ბუნების შეერთება. არავითარ შემთხვევაში არსებობს იმის დაშვება, რომ ჯერ თქვათ კაცური ბუნება შეისახა და მერე სამართლად ჯერ სამართლო ბუნება იყო და მერე შეუერთდა მას კაცური ბუნება. ისე როგორც ადამიანის ჩვეულებრივ ადამიანის ჩასახვისთანავე ზოგადად საეკლესიო სწავლებით ესეა რომ სული მაშინვე აქ ასე ვთქვათ ჩასახულბავს, ასე მაცხოვრის განკაცების დროს მის ჩასახვისთანავე მოხდა სამართლო და ადამიანური ბუნების შეერთება. ამიტომაც რომ პიროვნება როდესაც დაიბადა ქრისტე, ის სამართლო ბუნებისას და ადამიანური ბუნების მატარებელიც იყო და ამიტომაც ეწოდა ღვთისმშობელს ღვთისმშობელი, რომელიც ღმერთი განკაცების დეტალურად განმარტოთ ეს თემა, ანუ ფაქტობრივად ჩვენ მსმენელს უთხარით უკვე მთავარი რამ. ჩვენ აუხსენით რატომ იყო საჭირო ღმერთის განკაცება. ჩვენ მსმენელს აუხსენით რომ ღვთისმშობელში სული წმინდის ძალით არ მომხდარიყო ჩასახვა, ვერ დაიბადებოდა ადამიანი, რომელიც თავისუფლებოდა თავისუფალი პირველშობილი ადამიანის ცოდვისგან. აი ამას შეესაბამება. ანუ მამაკაცოთ უნდა მომხდარიყო ჩასახვა. შეუძლებელი იყო ეს. ამიტომ მოხდა სული წმინდის ჩასახვა, მაგრამ აი ამ ჩასახვის მერე ვინც დაიბადა, ვინ იყო ის ვინც დაიბადა და როგორი იყო ის ვინც დაიბადა, ანუ იესო ქრისტე. თუ დედა ადამიანი იყო,
ხოლო მამა ღმერთი იყო, აქედან გრძელდება ხო ჩვენი ლოგიკა. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ ის ვინც დაიბადა ღმერთ კაცი იყო, ხო? ღმერთიც იყო და კაცი. ბოდიში ბატონო ძალიან საინტერესო განსაზღვრება აქვე, რომ ის როგორც ღმერთი იყო უდედო და როგორც ადამიანის იყო უმამო. მართალია, აი ეს არის ძალიან საინტერესო, ხო? როგორც ადამიანი უმამო იყო, როგორც ღმერთი უდედო იყო. ანუ ღმერთი შეუღლდა და ადამიანი. დაიბადა ღმერთ ადამიანი, ღმერთ კაცი. მაშინ როცა ჩვენი ამოცანა ცხოვრების არის, ვიღაცამ ახლა თქვა შევა ღმერთის ადამიანის შეუღლება, როგორც ბერძნულ მითოლოგიებში ეს. ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის გავხდეთ კაც ღმერთები, ანუ ჩვენ უნდა განღმერთოვდეთ, წმინდანებად ვიქცეთ ბოლო-ბოლო, არა? ამას ქვია კაც ღმერთობა. ის იყო ღმერთ კაც. ახლა აი აქ არის მთავარი მომენტი, რომ რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ვინც დაიბადა, ანუ იესო ქრისტე, ის ერთდროულად ღმერთიც იყო და ერთდროულად კაციც იყო. კაცი რას ნიშნავს? ბუნებაა ხო ადამიანი? ანუ სრული ადამიანური ბუნება, ყველამთვისების მატარებელი. ანუ ის სრული ადამიანი იყო და სრული ღმერთი. საგან შემდგარი ადამიანის სხეული. სრული ადამიანი იყო, ანუ ჭამდა, სვავდა, დაღლილობას განიცდიდა და ასე შემდეგ. მათ შორის შიშის გნობასაც ხალია. გარდა ცოდვისა, როგორც მოვიდა. უბრალოდ ის არისო ცოდვის მონა. და სწორედ იმის გამო, რომ ადამიანის ცოდვის მატარებელი არისო და აქედან გამომდინარე არც მიდრეკელება არ არსებობდა მისი ცოდვისა. ამავე დროს ის ღმერთიც იყო. და როგორც ღმერთი, ნუ ყველაზე გასაგები ადამიანებისთვის ისაა, რომ შეეძლო სასწაულების კეთება. ვინაიდან ღმერთი იყო, მათ შორის ადამიანების მტრედით აღდგინება, ანუ მტრების გაცოცხლება, ზღვაზე სიარული, კურნალობა და ასე გამკურნება და უამრავი ესეთი. ანუ ის ღმერთიც იყო და ის ადამიანიც იყო. აი აქ იბადება მთავარი, როგორ ხდება ამ ღმერთის და ადამიანის ბუნება დატევა ერთ სხეულში, აი? დიახ, ეს საინტერესო თემაა და სხვათა შორის თვითონ როგორც მამები აღნიშნავენ, რომ საუბრობენ ძალიან წმინდა მამები სხვათ სამხტო ბუნებაზე, ადამიანურ ბუნებაზე და განარჩევენ იმისაგან, რომ არათუ ნაწილს შეუერთდნენ რაღაცა, არამედ მთელი სამხტო ბუნება, რასაც მაცხოვრის პიროვნება ფლობდა, შეუერთდნენ მთლიან ადამიანს. ჯერ მოდი განმარტოთ, რას ნიშნავს მთლიან ადამიანს. რომ ქრისტე არ იყო გამოჩვენებითი ადამიანი, როგორც ეს შემდეგ თქვა მე-4-მე-5 საუკუნეებში ესეთ მონოფიზიტური, როგორც ეს სომხეთის გონია მაგალითად. ნუ სომხებმა უფრო ასე თქვა მიიღეს ეს სწავლება და არ მარტო სასამხეთში, არამედ ალექსანდრიაშიც გავრცელდა მონოფიზიტობა, რას ნიშნავს ჩვენი მსმენელისათვის ესეც გასაგები რომ იყოს, ერთ ბუნებიანობას, ანუ მართლმადიდებლები დიოფიზიტებად, ანუ ორ ბუნებას ვაღიარებთ ქრისტეში, ხოლო აი ეს მონოფიზიტურობა უბრალოდ ერთ ბუნებას, ანუ ისინი ამბობენ, რომ ქრისტეს სხეული იყო მოჩვენებითი და ანუ მთლიანად ეს ღვთაებრივი ბუნება შთანთქა კაცობრივი. ეს სწავლება რა თქმა უნდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო და ქრისტეს კიდევ უფრო განმარტოთ, ანუ სომხური შეხედულებებით, კოპტურით, ეხლა ვინ არიან მონოფიზიტური? კოპტები არიან, აი ფარაონის დროინდელი ეგვიპტელები, ნაღდი ეგვიპტელები არიან, ნუ თქვენ იცით მე არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე დღეს არაბეთში, ვთქვათ ეგვიპტეში დღეს ცხოვრობს 80 მილიონი კაცი და აქედან 10%, 7-8 მილიონი არიან კოპტები, ანუ ის ჭეშმარიტი ეგვიპტელები, რომლებიც მერე გახდნენ ქრისტიანები და დღეს არიან მონოფიზიტები. მონოფიზიტები არიან ასევე სომხებიც. ესენიც სომხებიც, კოპტებიც და სხვა მონოფიზიტები ისინი თვლიან აი ფაქტობრივად, რომ ქრისტეს სხეული კი არ ქონდა საერთოდ, არამედ ჩვენ გვეჩვენებოდა სხეულებრივად, რომ მას ქონდა სხეული. ხო, რატო არ მიიღო ეს მართლმადიდებელმა სწავლებამ? ჯერ ერთი იმის გამო, რომ ქრისტე რადგანაც განკაცდა ჩვენთვის, ხო? ანუ განკაცდა რის გამო, რათა ჩვენივე სხეულით ქრისტეს გაეკეთებინა ის, რა შემდეგ უკვე ყველა ადამიანი შეიძლებოდა ამის გაკეთება. თუ კი დავუშვებთ იმას, რომ მას ჩვენი არის სხეული ჭეშმარიტად არ ქონიათ, ეს იყო მოჩვენებითი და მან ეს ყველაფერი გააკეთა როგორც ღმერთმა, მაშინ ქრისტემ ჩვენ იმედი აღარ დაგვიტოვებთ და ჩვენი სიმხორცელ სხეულებში ვიმყოფით მოკვდავ სხეულებში და თუ კი ის როგორც ღმერთმა ისე შეასრულა და ჩვენ ეს რა თქმა უნდა სამხტო ბუნება არ გაგვაჩენია, მაშინ შეუძლებელი ყოფილა რომ ჩვენც იგივე გზა გავიაროთ, ეს ყველა დაუშვებელია. ქრისტემ სწორედ იმიტომ ასე თქვა მიიღო კაცობრიობი ბუნება, რათა იმ კაცობრიობი ბუნებით რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენც იგივე საქმე ვაკეთოთ, რაც ქრისტემ გააკეთა. და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის. ანუ ჩვენი სწავლება მართლმადიდებლური არის მარტივი. ქრისტე იყო სრულყოფილი ადამიანი, როგორც ჩვენ ვართ და სრულყოფილი ღმერთი. სრულყოფილი ადამიანი, როგორც ჩვენ, გარდა იმისა, რომ არ იყო მონა ცოდვისა და რატო არ იყო ეს ავხსენით და სრულყოფილი ღმერთი. ახლა აი ეს სრულყოფილი ადამიანი და ღმერთი რო იყო, ანუ ესენი
კაფიოდ იყო მასში გაყოფილი ადამიანური და ღვთის ბუნება თუ არ იყო კაფიოდ გაყოფილი? ეს არის სწორედ ეს ერთ-ერთი ესეთი ძნელად ასახსნელი, ასე თქვათ, დოგმატი. ანუ აქ ჩვენ როგორი სწავლება გვაქვს, რომ პიროვნება იყო ერთი, ისე როგორც აი ადამიანის პიროვნება ავიღოთ. რისგან შედგება ადამიანის პიროვნება? სწორედ პირობითად ორი ბუნებისგან, სულისაგან და სხეულისაგან. მაგრამ ისევე როგორც ადამიანის პიროვნება არც ცალკე სული იწოდება, თქვათ აი ადამიანი გარდაიცვალა და სული გაიყარა სხეულს, ხო? არც ცალკე სხეულს არ უწოდებ ჩვენ პიროვნებას და არც მის ცალკე სულს, არამედ აუცილებლად უნდა იყოს ერთმანეთში შეზავებული სული და სხეული, რათა ამას პიროვნება ეწოდებოდეს. იგივე ქრისტეში, ასე თქვათ, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება წარმოადგენდა იესო ქრისტეს, ასაც ქვია. ესიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ წმინდა სამის მიერ რასაც ქრისტეს ვეძაღეთ, ხოლო განკაცების შემდეგ ეწოდა მას იესო ქრისტე. მანამდე მას ეს სახელი არ ჰქონდა, მას უბრალოდ როგორც ღვთის სიტყვა, ღვთის ძეს ესე ვიცნობდით. ღვთის სიტყვა, ღვთის ეს ის უკვე განკაცებული სიბრძნე, ძალი ღვთისა და ასე შემდეგ, უამრავი სხვადასხვა სახელები. იესო ქრისტე მაცხოვრის სახელი, აი ესე თქვათ, საკუთარი სახელი, ხოლო განკაცების შემდეგ მიეცა. და რას თავარია? ეს არ მოხდა ამ ბუნების შერევნა, ეს ძალიან საინტერესო საიდუმლოა, განუყოფელი და შეურევნელი. აი ეს ეწოდება მაგალითად. აი ეს მონორეულეთ ყვანო, პირველად ჩვენ ვამბობთ, განუყოფელი იყო ქრისტეში. და მოდი ახსნათ რას ადამიანის ბუნება. განუყოფელი ნიშნავს ისა, რომ ისინი არათუ ცალ-ცალკე აზროვნებდნენ, ერთ-ერთი თავის სურვილი ჰქონდა ერთ ბუნებას და ღვთაებრივ ცალკე სურვილი, არამედ ეს იყო უკიდურესად ერთმანეთთან შეთანხმებული და როგორც მამბი აღნიშნა, რომ კაცობრიობის ბუნება მთლიანად თავის ნება და უმორჩილა ღვთაებრივის და ზოგადად ღვთაებრივი ნების წარმართავდა თავის საქმიანობას, ხოლო შეურევნელობა ნიშნავს იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ღვთაებრივი და კაცობრიობა ერთმანეთში შეითქვიფა და ასე ვთქვათ, ღვთაებრმა შთანთქა კაცობრი위 და ეს ფაქტი მივიდივართ იმ წვალებლობამდე, რასაც ქვია მონოფიზიტობა, რომ ჩვენ ვამბობთ, ქრისტეში ორი არსება კი არ იყო, არამედ ერთი, ხო? ეს არის რომ განუყოფელი, რას ნიშნავს, რომ განუყოფელია. ღმერთის ბუნება კი ქონდა ქრისტეს და ადამიანის ბუნებაც კი ქონდა ქრისტეს, მაგრამ ეს ერთი იყო და არა ორი პიროვნება, ერთი პიროვნება იყო. ამიტომ არის განუყოფელი. ამავე დროს ამ ერთ პიროვნებაში ღვთაებრივი ბუნება სრულყოფილად არსებობდა და ადამიანურის და ანუ შერეული და ათქვეფილი არ იყო ეს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, სრულყოფილებას დაკარგავდა. ჯერ ერთი მხრივ, რომ ღვთაებრივი ბუნება დაკარგავდა სრულყოფილებას და ფაქტურად ჩვენ მოგვიწევდა იმის აღიარება, რომ თუ რამეს ზებუნებრივ საკეთებდა ქრისტეს, მისი სხეული უშუალოდ მის ასე ვთქვათ, ღვთაებრივი ბუნებაში რახან იყო შეთქვეფილი, ის აკეთებინებდა ამ საქმიანობას და არა ჭეშმარიტი მისი სხეულებრივი ასე ვთქვათ შესაძლებლობა, ხოლო მე ვსრულყოფ ჩვენ ღვთაებრივ ბუნებაში თვისების შეცვლას შევიტანდით. და ჩვენიც ღვთაებრივი ბუნება არის უცვლელი თავისი არსით და თავისი ბუნებით. ამიტომაც ყველა წარმოუდგენელია ამ ორი ბუნების ერთმანეთში შეთქვეფა. და გარდა ამისა, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ქრისტე იღლებოდა, შიოდა, წყუროდა, შისაც განიცდიდა. ეს ადამიანური ეს არ იყო მოჩვენებით, ეს იყო სრული ის თვისებები, რაც ადამიანს გააჩნია. თუნდაც ვარცმის წინ მისი ლოცვა, რომ თუ კი შესაძლებელია, მამო ამარიდეს ასმის, მაგრამ არა როგორც მემნებას, არა როგორც შენ გნებას. ანუ აქ შიშის ჩანს და სრული მორჩილებას ღვთისადმი. ანუ ის რაც ჩვეულებრივ კი ადამიანს, ხელოვნურ ადამიანს ისი გაკეთება შეუძლია უფლის მადლით. აი ეს გვაჩვენა ქრისტემ. და გარდა იმის, მაგრამ და როდესაც ქრისტე თქვა აღასრულდა სასწაულებს, ან იგებდა თქვა ესათვის ფარისეულების ებრაელი თავის გულში რას ლაპარაკობს და მე ამაზე ეწყობდა საუბარს. ანუ აქ ქრისტე რას აკეთებს? ყოველს აბალანსებდა აი თავის თავში აი ამ გამოვლინებას ადამიანური ბუნების და ღვთაებრივი ბუნებისა. თქვა, როდესაც თქვა სასწაულს აღასრულებდა, მკვდარს აღადგენდა, ან წყალზე დადიოდა, ასე თქვათ, ან ვიღაცის გულის რახვას მიხვდებოდა. ეს იყო ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება, რათა ადამიანს ეჭვარ შეეპარათ მის ღვთაებრიობაში, მის მოციქულებს. მაგრამ რათა მე შემდეგ მეურკვიდროსობაში მიარჩევად მიიყო, რომ თლიანად ღმერთად ეღიარებინა და არა ადამიანად, იმიტომაც იყო ის იღლებოდა და ეს სამართალ დედაკაცო ესაუბრება და კარგად აღწერილი, რომ მე-6 ჟამი იყო და მე-6 ჟამი ჩვენი დროით მე-3 საათია, როცა უკვე იმ ქვეყნებში, პალესტინის ქვეყნებში უკიდურესად ცხელა და მაცხოვრი წყვილისაგან დაღლილი ჯდება და ელოდება მოციქულს ოდი საჭმელს მოუტანენ, ხო? ეს არის 3 საათი და იმ ქვეყნებში სხვათა შორის ამას ქვია პირველი საღამო ქვია ამას. მე 6 საათზე დგება, მე მეორე საღამო. სახმილავს ეძახიან ასე ვთქვათ, ძველ ქართულად. გარდა ამისა, შიში და თავის არიდება მაცხოვრის, როდესაც ვთქვათ, იერუსალიმში ჩვენის მაცხოვრი ხშირად ჩადიოდა. მაგრამ როგორც კი დაატყობდა იქ უკვე გაღიზიანებას ებრაელებში და უკვე მივიდოდა ბჭომა, რომ შეეპყროთ და მაცხოვარი ჯვარს ეცვათ, ის არიდებს თავს. ამით მაცხოვრი რას გვასწავლის, რომ ადამიანმა ასე ვთქვათ, თავისი ნებით არ უნდა შეგვიოს თავის საფრთხეში. თუ რა თქმა უნდა უფლისათვის ეს სათნიყოფა და მის უფლისნება იქნება ისე და დაუდგება ადამიანს ამის დრო, მაგრამ მაცხოვარი თავს არიდევდა და ამით კაცობრიულ ბუნებასაც გამოხატა, როგორც კაცობრიულ ადამიანს ჩვენ ეშინია და თავს არიდებს, ხო საფრთხე, სიკვდილის საშიშროება როცა ახლოვდება მასთან. ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ სიმამაცეს და სისულელეს შორის ერთი ნაბიჯი. კი, სხვათა შორის და ლათინური გამოთქმა არც სიმხდალით და არც უმეცრებით.
ეს ძალიან სწორი გამოთქმა, ამიტომ არ უნდა ვიყო. ამით ესე თქმა მინდოდა, რომ ღვთაებრივი და კაცური ბუნება ეს იყოს სრულყოფილად მაცხოვარში. და შემდეგ კიდევ უფრო მობილურით კიდე აი მონოფიზიტობის ასე თქვათ განშტოება იყო ესეთი წვალება, რომ მონოთელიტობა თელიოს ეს ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ნებას. და აი მონოფიზიტებიური ესე თქვათ განშტოება იყო, რომელიც აღიარებდა, რომ მაცხოვარში მხოლოდ ერთი ნება, მხოლოდ ღვთაებრივი და არა ადამიანური და მაგრამ შემდეგ ეს წვალებლობას დაგმეს და მას სხვადასხვა ერთ-ერთი ღირსი მამა მაქსიმე აღსარებელი დაუპირისპირდა ყველაზე მძაფრად, რომელსაც უამრავი ნაშრომი დაწერა მასთან დაკავშირებით და აღიარეს, რომ მაცხოვარში ისე როგორც არის ორი ბუნება, ღვთაებრივი და კაცობრივი, მისი ქმედებას და მისი ნებელობიც არის ღვთაებრივი და კაცობრივი. ეს ყველა წარმოუდგენელია, რომ ეს ყოფილიყო შეთქვეფილი. უბრალოდ ადამიანმა ნება მიდიან დაუმორჩილია ღვთაებრივს თავისი ნება, რომ რაც ღვთაებრივს ნებდა, იმას აღასრულებდა ადამიანური ნებაც. ქრისტეში ორი ბუნება იყო, ეს უკვე გავიგეთ, ადამიანური და ღვთაებრივი. ესენი იყო განუყოფელი ერთმანეთისგან, მაგრამ არაშერეული. არაშერეული რა თქმა უნდა. აი ეს მეორე რაც უმეცრების თვისება კიდე რა თქმა უნდა, მომავლის სოდნის ან რაღაც ეს კაცობრივი ცალკე რო არ იყო, ეს უმეცრებას ატარებდა. და ცხადია, ორი ნება ქონდა ქრისტეს, ადამიანურის და ღვთაებრივის და ადამიანური იყო სრულად დამორჩილებული ღვთაებრივი. სწორედ ეს ის გზა, რაც ყოველ ჩვენთაგანმა უნდა გაიგოს. რა თქმა უნდა, დამორჩილება ჩვენ შეთქვაფაში უნდა გავიგოთ, დამორჩილება სწორედ როგორც თქვენ ის გზა არის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა აღასრულოს და აი პატრიარქის თავის კადეგებაში რა თქმა უნდა ძველი მამებიდან მოყავს ამ ტერმინს სინერგიას უწოდებს. ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას. როცა ადამიანი თავისი ნებით უმორჩილებს ღმერთს თავის ნებას და აი ესე ძალიან საინტერესო თემა ბატონო დავით, აი ზოგს გონია რომ მონა ეს ბისკეთ ვარ მოწოდებული, რატო უნდა ჩემი ნება დაუმორჩილო ღმერთს და არ ვიცხოვ ისე როგორც მე ნებას. ჩვენ ორი გზა გვაქვს, ან ცოდვის მონობა, ან ღმერთისაკენ მონობა. ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, თუ რა არის ჩვენი უკეთესი და რა არის ცუდი. პავლე მოციქული ძალიან კარგად აწერს. კიდევ თქვა პროტესტი გაქვთო რომ არ გინდათ ღმერთს დაიმორჩილოთ, მაგრამ როდესაც ცოდვას იდენთო, ეს ხო ცოდვა ეშმაკის მონობა არისო, რატომ მას არ ხვდებითო და თქვენ იცოდეთ, როდესაც ცოდვას ჩადიხარ, შენ გიგონია რომ აკეთებ იმას, რაც შენ გსურს. და შემამდროს ხდები ცოდვის მონობა და ეშმაკის მონობა. ვისი მონობა უფრო უმჯობესია, შენ თქვა ეშმაკისა თუ ღმერთისა, რომელიც რომელ შემთხვევაში თქვა ღმერთს დაიმორჩილება ადამიანი, შენ ვიცით ამის ასყიდელი რა არის, ხო? მარადიული ცხოვრება და განხდება და ღმერთთან მარადიული ნეტარება. ისკენაც არის ადამიანი მოწოდებული თავისი ასე ვთქვათ სინერგიაზე. მე ვფიქრობ ჩვენ კიდე გვექნება რომ ვისაუბროთ მომავალ გადაცემებში, იმიტომ რომ აქაც უამრავი დოგმატური ნიუანსია, მათ შორის მე ვგულისხმობ ადამიანის ეკლესიაში ღმერთთან მისვლის ამბავი, როგორ მიდის, როგორ ხდება, აი სწორედ აქ არის სინერგია ხო ღმერთის ნების და ადამიანის ნების, ანუ ისე არ ხდება რომ ადამიანს ღმერთი აიძულებს ეკლესიაში მოსვლად. ეს თვითონ ადამიანში აი ეს სინერგიის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი და აქ არის სხვათა შორის საკამათო საკითხები მართლმადიდებლობას და ლუთერანის შორის და პროტესტანტის შორის რაც იქ სხვა ახსნები აქვს აი ამ სინერგიის პროცესებს თავის დროზე ალბათ ამაზეც ვისაუბროთ. ეხლა მინდა კლავამდე პატარა ბატონო დამრჩა ეწევა ღვთისმშობლზე თქვით აი კათოლიკური ეკლესიას ეს სწავლება ხო ღვთისმშობლის ოჯახსახვაზე და ხაზი გავს მე რატომ ყავს კათოლიკური ეკლესია თუ ჩვენ ვიცით რომ ყველაზე მეტად ეს პირველი დიდი განშტოება კათოლიკურსა და ვთქვათ აღმოსავლეთის ეკლესიას შორის მოხდა და საუკუნეების განმავლობაში ამ ორ ეკლესიას შორის მიდიოდა დიდი დაპირისპირება. კი არის სხვადასხვა სექტები რომელსაც თავის განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ძირითადად უფრო ეს მძლავრი დაპირისპირება კათოლიკური ეკლესიიდან მოდიოდა რომელიც ახლოსაც არის ჩვენთან. სამწუხაროებაში რა შევიდნენ მოწმუნეები და და ამიტომაც მე ისე თქმა მინდოდა რომ ამიტომაც ადამიანები ქრისტეს შეთაყვანებით სრულად პიროვნებას არა ცალკე კაცს, არა ცალკე ღმერთს, არამედ განკაცებულ ღმერთს. განკაცების შემდეგ ჩვენ ქრისტეს ვაღიარებთ როგორც განკაცებულ იესო ქრისტეს. აი ამ შემთხვევაში თუ კი რომელიმე ადამიანი დღესაც თუნდაც ან მარტო ქრისტეში ღმერთს სცემს თაყვანს, ან მარტო კაცს, ეს რა თქმა უნდა ორივე მხარე არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ დღეს ქრისტეს თაყვანს როგორც განკაცებულ ღმერთს და კათოლიკურმა ეკლესიამ როგორც ღვთისმშობელთა ასევე ქრისტესთან კიდევ ერთი დოგმატური მოძღვრება შემოიტანა ქრისტეს ბულის კულტი. მე მინდა ჩვენ მასვენებაში ვიღაცა გაიგოს და გაბნეულობაში არ შევიდეს, იცოდეს რომ ეს მართლმადიდებლური ეკლესიამ უარყო და რის გამო. რადგანაც მართლმადიდებლური ეკლესიამ დაადგინა რომ ჩვენ ქრისტესში, ქრისტეს ბუნებაში არ რომელიმე ნაწილს ვცემთ თაყვანს, არამედ თვითონ განკაცებულ ღმერთს, უნდა მისი გულის ასე ვთქვათ გამოყოფა და კულტი, ასე ვთქვათ რომ მის გულს თაყვანი ისიც უკვე წვალებლობა და ასე ვთქვათ უკვე დაკრინება მისი განკაცებული ღმერთისა. მინდა შევახსენო რომ ახლა კინოებში მაინც გვინახავს ხშირად დასავლურ ფილმებში აი ქრისტე არის დახატული და დიდი გული ხატია ასე ძალიან დიდი გული. აქ საუბარი იმაზეა რომ აი გული ქრისტესი გამოყოფილი აქვს როგორც ცალკე მოვლენა პირდაპირ ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ ძალიან
გამარჯობა. ქრისტესთან კაცსა. დიახ. მან მოგლახობა საფუძველი. ხომ შეესწავლება. დიახ. მაგრამ აი საუბარი წერია შენ არ გეტა და შეიწყალო სიმღერა აი მაგას რატომ ვიქნებ განზომილება სხვა სტატისტიკა მაგრამ მას პასუხისმგებლობა 101 სალმონის რომელი მუხლია მითხარით მოწევნულარ ჟამი? გასაგებია გიპასუხე. აი ამ ჟამზე გამახსნა ხოდაში ძალიან საინტერესო დღეს რომ მინდოდა ამაზე მესაუბრა. მართალი გითხრათ ამ ჩვენი ქალბატონის კითხვა ფორმდეს უბრალოდ გავიგე რა ინტერესებდა, მაგრამ ჟამის მოწევნულია ჟამიო 101 სალმონშია ნათქვამიო, ეხლა აქ არა გვაქვს ხელთ უნდა ვნახოთ. დიახ, და ეს ტექსტიდან გამომდინარე აი მე მინდა ყურადღება გამახვილა ასე იმ თემაზე, რომ აი მაცხოვრის შობის ჟამს, მაცხოვრის განკაცების დროს უწოდებენ მამები ასე, რომ მაცხოვარი განკაცდა ჟამთა აღსასრულს. ძალიან ხშირად შეხვდება ჩვენ ესეთი ტერმინი ბიბლიაშიც და სახარებაშიც. ხლა რას უწოდებენ მამები ჟამთა აღსასრულს და როგორ განმარტავენ ამას? ზოგადად ჩვენიც ჟამთა აღსასრულს უკავშირდება მეორე მოსვლას და ასე თქვათ კაცობრიობის თქვათ ხელახლა განკითხოს და მეორე ასე თქვათ ახალ ცხოვრებას, ხო, მაგრამ რატო ეწოდება ძველ ხმას ჟამთა აღსასრული, როცა მას შემდეგაც დღემდე მიდის ცხოვრება, ხო, მიმდინარეობს. აქ ლაპარაკი იმისა, რომ ძველი აღთქმის პერიოდი ის იყო პერიოდი კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად. და ძველი აღთქმის კაცობრიობამ დასაწყო დიდი და რთული გზა გაიარა რისა? აი ბოროტების მთელი სიმწარე უნდა იგება კაცობრიობას. რათა ასე თქვათ ბოლომდე გაეცნობიერებინა და საჭიროება ასე თქვათ ეკრძნო კაცობრიობის მაცხოვრის განკაცებისა. ამიტომაც ეწოდება მაცხოვრის განკაცება ჟამთა აღსასრულის განკაცება რის გამო რომ როდესაც უკვე უკიდურეს ზღვას მიაღწია კაცობის დაცემის მდგომარეობა, როდესაც ბოროტებამ თავისი თავი უკიდურესად გამოავლინა, სწორედ მაშინ განკაცდა მაცხოვრი, რათა ეს ბოროტება დაეთრგუნა. და ანუ ჩვენ ვიცით რომ სწორედ ადამიანს როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს, ყველაზე მეტად მაშინ გჭირდება მშველელი, ხო? და მაშინ აფასებ ასეთი მშველის ფასს. იგივე მომენტი იყო ასე თქვა მაცხოვრის განკაცებისაც. ანუ ხო შეიძლება თქვა ჩვენ ვიცით რომ ზოგადად ძველი აღთქმის რაღაცა წელი, ხო? ხო შეიძლება თქვა 100 წლის შემდეგ განკაცებული იყო 1000 წლის შემდეგ მომენტია. მინდა ქალბატონს უთხრა რომ ხელთ ეხლა არ გვაქვს ჩვენ მეკპირდებით რომ შემდეგ გადაცემაში 101 სალმონის მოვძებნით მაგრამ რატო თქვი სალმონში არის ამაზე საუბარი და მე ახლა აღარ მახსოვს ზუსტად განმარტებას მოხდება თუ არა და ეხლა მინდა გითხრათ რომ ნუ აქ კიდე ერთი მომენტია საქმე იმაშია რომ მართლმადიდებლობამდე სამყარო რომელიც არსებობდა ბოდიში ქრისტეს განკაცებამდე ხო ამ სამყაროს კიდე ეწოდება როგორც წესი ბუნების სამეფო ხო იმიტომ რომ ამ პერიოდში ადამიანის ბუნება მეფობდა და არა მადლი ხოლო ქრისტეს მოსვლით მადლის სამეფო დამკვიდრდა სამყაროში და ამ გაგებითაც უნდა გვესმოდეს რომ ჟამთა აღსასრული იგულისხმებოდა ისიც რომ ბუნების სამეფო დაწრულდა გისმენთ გამარჯობა საუბრობთ ქრისტიანობაზე და ამ ყველაფერზე მე მესმის ყველაფერს თუ დასაგვარჯოს ეკლესია მესიზადა და ყველაფერი ლოცვა მაგრამ დღეს ჩემო კარგებო რა გამიგეთ ამის საუბრის დრო არა დღეს უნდა გამოვიდეს ცოტა მოწოდებები არქი გამოაფიქროთ ესეთი ძინარა ლაპარაკი და ესეთი საუბრები არ გვიშველის რა ჩვენ მოუწოდოთ ხალხს რომ გამოვიდეს და დაასრულოს ეს ყველაფერი დრო არ არის ლაპარაკი შეიძლება რომ არ გახვიდეთ ეთერიდან შეიძლება რომ გიპასუხოთ თქვენ ამ რადიოს usment ამ რადიოს ამ რადიოში დღეში 10 საათი მიდის სხვადასხვა მოწოდებები არის 9 საათის განმავლობაში და კვირას მომისმინეთ მომეცით კაცო მომეცით პასუხის გაცემის საშუალება თუ შეიძლება პასუხის მოცემის საშუალება მომეცით კიდევ ერთხელ გიხსნით რომ 7 დღის განმავლობაში დღეში 10 საათი მიდის პოლიტიკური კვირა დღეს 3 საათზე ჩვენ გვაქვს გადაცემა მართლმადიდებლობაზე 1 საათი კვირაში და ეს 1 საათი ღმერთს უნდა დაუთმოთ და არა მოწოდებებს ეს არის ჩემი პასუხი
დანარჩენ დღეებში მოусმინეთ გადაცემებს და ამის გარდა კიდე სხვას. არ გასაგებია არა გასაგებია სხვათა შორის ეს ძალიან ერთ-ერთი საინტერესო თემაა ახლა ეს ერთი ადამიანი რომელსაც დავრეკა და თავისის გამოხატა მაგრამ ამის ასე თქვა პროტესტი ძალიან ბევრი ადამიანს აკროთ თქოს ეკლესია რაღაც ხნარი ცხოვრებისაკენ უწოდებს ეკლესიას თქოს უფლება რა ხმა იმაღლოს ეკლესია პირველი ასე თქვა ორგანიზაციად არის წოდება პირველი ორგანოა შეიძლება ესე ითქვას რომელიც პირველი აპროტესტებს ნებისმიერ უსამართლობას და ნებისმიერ ასე თქვა არასწორ ნაბიჯებს კაცობრიობის შორის რომ ადრე ჩვენმა პატრიარქმა თქვა მე მინდა ამაზე ყოველდღე გამომახვილო რომ ძალიან ბევრს უნდა რა თქვა რამე რადიკალური განცხადება გააკეთოს საპატრიარქომ პატრიარქმა რამე ნაბიჯი გადადგეს მაგრამ პატრიარქმა ძალიან ისე ჭკვიანური რაღაცა თქვა ჩვენს თუ ჩავებით ამ ორევში ეს არასწორი იქნება რატომ ერთი რაღაც მაინც არსებობს რაც ამ ყველაფერზე მაღლა დადგება ზემოდან გადახედავს ამ ყველაფერს და დააბალანსებს ხო ეს ჩვენს ეკლესიას მაგრამ ზოგადად ახლა კიდე ითოს საოცრად ღმერთის განმოდის ნებისმიერი ხსნა, ღმერთის ადამიანის ნებისმიერი სიბრძნე და ღმერთის მადლისა და ღმერთის მფარველობის გარეშე ადამიანს არამედ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია ეს ამით. თავი არ უნდა ვიმართლოთ, არაფერი თავსამართლებელი. ის ბატონი რომელმაც დარეკა მე მესმის მისი პატრიოტული განწყობა, მაგრამ მას უბრალოდ საერთოდ არ ესმის ეთყობა რომ ჯერ ღმერთია და მე ყველაფერი დანარჩენი, კვირადღე არის ღმერთის დღე და კვირადღე უნდა დაუთმოთ ღმერთს. და ღმერთის დრო არის ყოველთვის. ყოველთვის არის ღმერთის დრო. ეს უნდა გესმოდეთ კარგად, პატივცემულო მსმენელო, რომელმაც დარეკეთ, ღმერთის დრო არის ყოველთვის. ისეთი რამე არ არსებობს, რომ ღმერთის დრო არ არის. კარგია მოწოდებებიც, ღმერთმა დაგლოცოთ მოწოდებებშიც და ბრძოლაშიც. არ ვიცი, იცით თუ არა საერთოდ ვის მიყავს ეს გადაცემა, იმიტომ რომ არ მესმის ახლა თქვენი ზარი, რო იცოდეთ ვის მიყავს, ამგონია რომ მსგავსი არ ამგონია, ჩემზე მეტ მოწოდებებს აკეთებდით ახლა თქვენ სადმე. მე ვარ დავით თარხანმოურავი ისე ცნობისათვის გეუბნებით და ღმერთის დრო არის ყოველთვის და სამ კვირაობით 3 საათზე ჩვენ ვიყვავს მართლმადიდებლობის შესახებ გადაცემა მიყვავს და ყოველთვის წავიყვანთ და მოგიწოდებთ რომ მოусმინოთ ყურადღებით ჩვენი დრო ამოიწურა ზარია კიდე გისმენთ მოგესალმებით სიტყვას გამარჯობათ მაგრამ ეკოლოგიისათვის დიახ უნდა იყოს ღმერთი სამშობლო კარგად განდებოდეთ ნახვამდის უმრავლესობისა იყოს ღმერთის სამშობლო. ჩვენი დრო ამოიწურა მე გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე დიდი მადლობა თქვენთვის ეთერში მუშაობდა დავით თარხანმოურავი ჩემი სტუმარი იყო მამა ლონგინო სუარიშვილი ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრისგან კარგად გზავნებოდეთ